არ არის ხელმისაწვდომი პენსიონერებისთვის და საშუალო ცხოვრების დონეზე და რაღაც. აი თქვა ბოლო პერიოდში მოიმატა თუ ზოგადად მაღალი ფასები. აი ხო ვიყავი წამალია 500 ლარი კილო 500 ლარი საერთოდ მედიკამენტები მე რომ ჭირდება იმდენი ვისაც ჭირდება რამდენად ხელმისაწვდომია ხალხი? არის ცოტა ძვირია საზღვარგარეთიდან გვეხმარებიან თორე ამ პენსიით ვერ ვიყიდით. დედიმერის ანალიზი 60 ლარი. ორივე 120 არ გავიკეთეთ და ციხმოძრთულია. სხვა დანარჩენი მაინც და მეც არაფერს ვერ ვთვლი, მაგრამ მედიკამენტები ძალიან. რა ვქნათ? აი რომ ვერ მივწვდი არა, ვერ ვიყიდე ჩემთვის. რო წამალი მინდოდა მეყიდა და ვერ ვიყიდე. ამ თვეში 400 წელს გამოვიდა აფიბეშვილა. წამლები? აი მე ახერხებს პენსიონერი და სახერხებს პენსიონერი. ამარო როგორიც ვიცოდა. მედიკამენტებს მე არაფერს არ ვიღებ, არაფერს არ მაძლევენ. არა და ასთმა მაქვს. 27 წელი მაქვს ჯარში ნამუშავარი. არ გაძლევენ ეს უფასოდ რაღაც არაფერს არ მაძლევენ. აი ყიდვას თუ ახერხებ ფასები რა? ყიდვას ახლა ვახერხებ 112 ლარი ღირს ასთმოპედი. შესაცხურებელი და აბა 112 ლარს რო იმაში მისცემ, რაღა უნდა დამრჩეს. აი ინვალიდი ვარ და აი ეხა ვმუშაობ დამგველათა ვგვი 200 ლარად, 200 ლარს მაძლევენ. თუ არ გინდა წადივა, ესე მითხეს პენსიონერი ხარო და 200 ლარიც კაია, წამლე მაინც ვიყიდ.